ეთერშია ქრონიკა 17 საათზე ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. ილია მეორის მოღვაწეობას 60 ქულო ღვაწლის გამოვლინება უწოდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. საკვირაო წირვა სიონის ტაძარში. ლევან მაჭავარიანი გიგა ბოყერიას ბრალდებებს პასუხობს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება საქართველოს გადარჩენა. შეტევის სამიზნედ ქცეული მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც უახლოეს წარსულში პატრიარქსა და სხვა მღვდელმთავრებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, კონკრეტული ჯგუფები ეკლესიის რეპუტაციის შელახვასა და ამ გზით ხალხში რწმენის გაქრობას ცდილობენ, მაშინ როდესაც მათივე თქმით, ქართველმა ერმა ეროვნული თვითმყოფადობა დღემდე სწორედ რწმენით მოიტანა. ამიტომაც ქართული ოცნების შეფასებით აშკარაა, რომ გარე თუ შიდა ძალები საკუთარი ბიზნესის გამარტივებას ქვეყნის საძირკველის მორყევით ცდილობენ. ამ ძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენ გარშემო რა სიტუაცია შექმნილი და ვის რა სიჭირდება საქართველო. ერთნი არიან, ვისაც საზარბაზნე ხორცად უნდათ საქართველო. მეორენი არიან, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გადარჩეს ამ ძელბედობის ჟამს და ასეთი იყო პატრიარქი და ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ დღეებში. ეს უწყვეტი და ნაკადი ხალხის სამების მიმართულებით, სიონის მიმართულებით არის ის მასა, რომელზეც დგას საქართველოს სტაბილურობა და გადარჩენის პერსპექტივა. და არის მეორე ნაწილი ხალხის, რომელიც სულ ეხლა ხანს მიხეილ როთს უკრავდა ტაშს. ეს გაყოფა მოხდა. გაყოფა მოხდა ისე, რომ უპირატესობა ნამდვილად ვერ მოიპოვა ვერანაირი იმ ფსევდოლიბერალურმა ძალამ, რომელიც გვემუქრება. ეკლესიაზე თავდასხმა რადიკალების მხრიდან, რა თქმა უნდა, არ არის არც შემთხვევითი და არც სპონტანური, ეს არის მათი პატრონების მხრიდან კარგა ხნის წინ დაგეგმილი გრძელვადიანი კამპანიის ნაწილი. სხვა საკითხი არის, რომ ამ გეგმას განხორციელება არ უწერია და ის განწირულია ჩავარდნისათვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა სულ ცოტა ხნის წინ თუნდაც ნახეს რწმენამ როგორ გააერთიანა სრულიად საქართველო და მაინც დღეს ცდილობენ, რომ თავს დაესხნან ეკლესიას, მეტყველებს სწორედ მათ სულიერ დაცემულობაზე. შესაბამისად, ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს მინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, ის რა თქმა უნდა დამარცხდება ქართველ ხალხთან. ილია მეორის პიროვნების მნიშვნელობასა და სციდიადეზე გააკეთა აქცენტი ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. მეუფე შიომ ილია მეორის ღვაწლს მოციქულეობრივი უწოდა, რაც მისი თქმით ხალხის მიერ გამოხატული სიყვარულით დადასტურდა. საკვირაო წირვა სერაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინეს, შემდეგ კი გარდაცვლილი პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ჩვენ ძვირფას კათოლიკოს პატრიარქს, წინამძღოლს ილია მეორეს, ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ამ ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, მთავარი საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს ჩვენ მოცემული. ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ჩვენ მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე. კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად 60 ქულო. იმიტომ რომ ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ეს ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს თუ არა 60 ქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება. და ეს უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით, აღძრა მთელი საქართველო, მთელი საქართველოს გულები ჩვენი ყველასი მისთვის მადლობის სათქმელად და წუხარების გამოსახატავად. ერთი კვირა ხალხის უწყვეტი ნაკადია სიონში. ილია მეორის საფლავთან მისული მოქალაქეები პატრიარქის ხსოვნას აგებენ, პატივს და იხსენებენ უწმინდესისა და უნეტარესის დაარიგებებს, მის ქადაგებებსა და ღვაწლს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. მისი ნასწავლის სიყვარული, სითბო, რაც გვასწავლა ქართველ ერს, მუდამ დარჩება ჩვენს გულებში და აი ეს გზა, რომლის მამამთავარი ჩვენი უწმინდესია, ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი, ნამდვილად ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ ქართველმა ერმა. ჩამოვედი სპეციალურად, რომ თაყვანისე
ჩვენს პატრიარქს შეუფასებელს. მან დააბრუნა ხალხი ტაძართან. მან ზიდა ის დიდი ტვირთი და ჯვარი. ეს არის ჩემთვის პატრიარქი. ის საოცრება, ხორცშესხმული ცოცხალი საოცრება. ჩემთვის ყველაფერი იყო წმენა, მამა, ჩვენი სულიერი და ყველაფერი. იელე მეორემ გვასწავლა თუ ვისწავლით სიკეთე, სიყვარული და ერთმანეთის გატანა ადამიანებს. და ეს უნდა შევძლოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ილიას გზით. პატრიარქი ილია მეორე იყო ჩვენი თავარი სულიერი მამა, ის ღერძი, რომელზეც ეყრდნობოდა მთელი ქართველი სულიერება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უწმინდესი ზევიდან გულოცავს და ჩვენი ალბათ ვალდებულება არის, რომ უწმინდესის დანატოვარი შევინარჩუნოთ. დევანდელ დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მაღალ ყოლადუსამგდელოეს მეუფეშიო აღასრულებს წირვას და ეს არ არის მხოლოდ ესეთი სიმბოლური ქმედება, ეს არის გულითადი ლოცვითი კავშირი ღმერთთან, ღვთისმშობელთან და მის უწმინდესობასთან, რომ მისი უწმინდესობა, რომელიც არის შემოქმედი თანამედროვე ამ ეკლესიისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და სადაც ცხოვრობთ, ამ ეკლესიაზე მზრუნველობას შესთხოვს, ამ ეკლესიის წინამძღოლობას შესთხოვს, რომ გააძლიეროს უწმინდესმა ქართველიერი ეკლესია მოსაყდრე მეუფეშიო იმისთვის, რომ კეთილად უწინამძღვროს ამ პროცესებს. პირველ რიგში ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და აი ეს პროცესები, რომელსაც მიჩვეული ვართ და ჩვეულია, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე. არ იგრძნობა არაფერი გარე ჩარევა, აი ამ შფოთის, ჩვენი ადამიანური შფოთის გარდა არაფერი ნამდვილად არ იგრძნობა ეკლესიაში, რომ ვინმე რამეს ცდილობთ. უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მიერ მისი მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება. ეს ისეთი რკინის ურყევი სულიერი წყობა და ლოგიკა, რომელიც მორწმუნე ადამიანისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ალბათ მეუფეშიოში დაინახა სწორედ ის უნარები, ის თვისებები, რომელიც აგერ ნაყოფიც ვნახეთ. 9 წლის განმავლობაში ის პირუთვნელად იცავდა კურთხევას და მორჩილებას მისი უწმინდესობისას. ჩვენ დავინახეთ ეს სამგლოვიარო დღეები და დიდი მადლობა ქართველ ერს ყველა თქვენგანს ამ მხარში დგომისათვის და ასე კეთილად კეთილშობილურად წარმართვისათვის და აქაც დავინახეთ ერთი მხრივ მეუფეშიოს აი ესეთი მტკიცე ლიდერული თვისებები, მეორე მხრივ კოლეგიალობა, შეთანხმებულობა სხვა მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან. მისი გარდაცვალების შემდეგაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მისი უწმინდესობა აგრძელებს მის მოღვაწეობას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ის უამრავი ადამიანი, რომელიც მოგზანდება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მდებარეობს საფლავი მისი უწმინდესობის, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი დღევანდელი დღის ჩახლით და აი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ უყვარს ქართველ კაცს პატრიარქი. მან დაიბარა ისაც დაიბარა და თანარჩენი დასტები ყველამ უნდა გააკეთოს. აბა ალავერდელი მიტროპოლიტი ყველას მოუწოდებს ნუაყვებიან მითქმა-მოთქმას და არასწორ ინფორმაციებს. მეუფე დავითის თქმით, ეს ყველაფერი სულიერი დაბნეულობის შესაქმნელად კეთდება. ამიტომაც მრევლ სახარებიდან ამუნარიც ახსენებს. როგორც აბა ალავერდელმა თქვა, პატრიარქი ის იქნება, ვისაც ღმერთი ინებებს. 59 წელი იღვაწა და იშრომა ღვთისადიდებლად და ერისთვის თავდაუზოგავი შრომით, მარხვითა და ლოცით. დიდი მითქმა-მოთქმა არის, მინდა გაგაფრთხილოთ და გითხრათ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ტელევიზიებში 1000 რამეს მოხვებიან, 1000 რამ გეგმას დასახავენ. ბევრ კანდიდატს დაასახელებენ. მიხვებიან ყველა თითქოს მნიშვნელოვან ამბავს. იცოდეთ და უწყობთ. ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად. თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდან გაგახსენებთ. უფალი გვაფრთხილებს. მოვაო დრო, როდესაც იტყვიან, აი აქ არის ქრისტე, აი იქ არის ქრისტე. ნუ დაუჯერებთ, ნუ რავის. ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება. ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა. და ყველას გმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცდება, მას კონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს.
არავინ არ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ. მისთვის პასუხისმგებლობა დიდი იქნება, რადგანაც სახარებაში ნათქვამია. ბევრის მქონეს დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ვისაც ბევრი მიეცა, მას ბევრივე მოეკითხება. ამიტომ ნუაყვებით ამ ზღაპრებს. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი და ცხოვრების წესი, აღნიშნა ქადაგებისას ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა. მეუფე საბას თქმით, პატრიარქობა არის გამორჩეულობა და უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანური თვისება, რომელიც იესო ქრისტემ გამოავლინა მიწიერ ცხოვრებაში. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, პატრიარქის გამორჩევა არ ხდება შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს დამპყრობელს ან შეაქებს ევროპას და პირიქით. პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხელი და ვერი და ვინ მანქანით. არ ხდება იმ შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს დამპყრობელს და შეაქებს ევროპას და პირიქით. არ ხდება კიდევ სხვა იმ სურვილებით და მახასიათებლებით, რომელსაც დღეს ცოტა რაოდენობის ადამიანები ამობენ, მაგრამ მაინც ამობენ. და ერთი რა მნიშვნელოვანი არის ეს ადამიანი. პირველი ის, რომ ყველაფერი სეცაში წდება. ადამიანებმა არ იციან, რომ პატრიარქობა ეს არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ანუ თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი. გიგა ბოკარიას განცხადებას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში ეხმიანება. ლევან მაჭავარიანი პარტია ფედერალისტების თავმჯდომარის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ბოკარიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი არის სახელმწიფო არსებობის საკითხი. როგორც მმართველი გუნდის წევრი განმარტავს ის, რომ სახელმწიფო და ერი გადარჩა სწორედ ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა. ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა. გადარჩა ჩვენი ერი და გადარჩა ჩვენი სახელმწიფო. დასრულდა სისტემური წამება გაუპატიურება, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ადამიანების ჩაგვრა განსხვავებული აზრისთვის. დღეს ვამაყობთ იმით, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. ვიცავთ ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ჩვენს იდენტობას, ტრადიციებსა და კულტურას. ამ ურთულეს დროში ვინარჩუნებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ქართველ ხალხთან ერთად ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ლომის წვლილია. ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლაა გავლილი შიდა და გარე მტრებთან. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა სანამ ქართველი ხალხი ასე გვიდგას გვერდში, ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ. ამ მონაპოვრის შენარჩუნებასა და განვითარებას მოვახერხებთ. ამ ყველაფრის გარანტია ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ. რაღაცეები გამოსასწორებელია, რაღაცეები კიდევ უკეთ არის გასაკეთებელი. თუმცა რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს ნამდვილად ჩვენი გუნდის დამსახურებაა და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა დააფასოს. საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს. ერთი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ხოლო მეორე თურქეთის მოქალაქე სარფის სასაზღვრო პუნქტში. ამოღებულია კოკაინი, ჰეროინი და მეთადონი. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ რიგით მესამე ოფისი ქუთაისში გახსნა. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას გაცხადებული სტრატეგია გააცნეს, რომელიც ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. როგორც შეხვედრაზე აღენიშნა, ნეიტრალური სტატუსი უალტერნატივოა ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ლიდერებმა ქუთაისის როლზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ქუთაისი როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობაში, ამიტომ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა პარტიის პროგრამის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს რეგიონული ჩვენ დღევანდელი ხალხის სიმრავლეც და განწყობა და სულისკვეთება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იზრდება ნეიტრალიტეტის მიმართ მხარდაჭერა საზოგადოებაში და მიმღებლობა ამ იდეის მიმართ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ დიდი შემოbrunება, ჩვენ არ გვინდა არც პროდასავლური კურსი ან რომელიმე სხვა კონკრეტული მიმართულების კურსი, ჩვენ უნდა შემოbrundეთ
ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ, რა იქნება უკეთესი ქუთაისისთვის, რა იქნება უკეთესი იმერეთისთვის, რა იქნება უკეთესი სრულთლიანად საქართველოსთვის. ქუთაისშიც ეს ოფისი იქნება არა მარტო ქუთაისელების, არამედ მთლიანად იმერეთის მოსახლეობის შეკრების ადგილი, სადაც მათ შეეძლებათ მოიტანონ საკუთარი იდეები, საკუთარი პრობლემებიც მათ შორის, რომელსაც ჩვენ ყოველგვარი ენის მოჩვენების გარეშე ნებისმიერ დონეზე საჯარო სივრცეში გაუწევთ ლობირებას. ჩვენი პარტია ემზადება 2028 წლის არჩევნებისათვის. ჩვენი ხედვები გაგვაჩნია, ჩვენი პროგრამა გაგვაჩნია, მაგრამ აუცილებელი არის, რომ რეგიონებში გავხსნათ წარმომადგენლები, რაც შეიძლება მეტ და ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ ნეიტრალური საქართველო რა არის ეს და რამდენად მოუტანს ქვეყანას მშვიდობას და განვითარებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარტიამ დაიწყო რა რეგიონალური სტრუქტურების ჩამოყალიბება, ეს ცხადია კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თავიანთი ამოცანების განსახორციელებლად რაც შეიძლება მეტი ადგილზე იქნას ჩართული მოსახლეობა. ამდენად ჩვენი ოფისი ზუსტად იქნება იმ დირექტივებისა და იმ ამოცანების გამტარებელი, რომელიც არის პარტიის წესდებითა და პროგრამით გათვალისწინებული. ყველა რეგიონს აქვს თავისი იდეა, თავისი საწუხი, თავისი დამოკიდებულება მის მიმართ, რასაც როგორც უნდა განვითარდეს ქვეყანა და ამიტომაც მიმაჩნია დადებით მოვლენად, რომ რეგიონალური ოფისები იხსნება. პარტია მემარცხენე ალიანსი ევროსაბჭოს ლიდერების მცდელობას უწოდებს უსურსუს კონგრესის გამოყენებით პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენოს საქართველოს. როგორც ბრიფინგზე კახა ზაგანიამ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო დროებითი კომისიის ოფიციალურ დოკუმენტებში ჟარგონით მოხსენიებას ცდება კანონიკურ, ეთიკურ და დიპლომატიურ ჩარჩოებს. ყოველგვარ კანონიერ ეთიკურ დიპლომატიურ ზღვარს ცდება, როდესაც საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო დროებით კომისიას ოფიციალურ დოკუმენტებში ჟარგონით მოიხსენიებენ და ოფიციალურად წულუკიანის კომისიას ეძახიან. მე არ ვცნობ ისეთ საერთაშორისო სტრუქტურებს, სადაც ჩემი ქვეყნის ინსტიტუციებს ჟარგონით მოიხსენიებენ. ახლაც ევროსაბჭოს კონგრესი 1 აპრილს საქართველოს შესახებ ვითომ ობიექტურ ანგარიშს განიხილავს. საკითხს განსახილველად ევროსაბჭოს ისეთ ორგანოს აძლევენ, რომელსაც ამის განხილვა პრაქტიკულად საერთოდ არ ეხება. ევროსაბჭოს კონგრესის ფუნქცია წევრი ქვეყნების შორის ურთიერთობებს ადევნოს თვალყური და პრობლემის შემთხვევაში, როდესაც თვითმმართველობებს შორის პრობლემა არის, მინისტერიალს არ ცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატია, რომელსაც არ თანაუგზნობთ, მაინც გვესმის მათი პარანოიაში გადასული სიბრაზე იმით აიხსნება, რომ ამ მათ ეგონათ საქართველოსთან მიმართებაში კოლონიასთან ჰქონდათ საქმე. სინამდვილეში პატარა უძველესმა ქვეყანამ სალიკლდესავით უტეხი ამაყი და სამართლიანი პასუხი გასცა მათ. ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ქვეითების გადასხმას ირანის პარლამენტის სპიკერი გამოეხმაურა. განცხადებას ირანული მედია აქვეყნებს, რომლის დროსაც მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანი მათ დასახვედრად მზადაა. მტერი მოლაპარაკებებსა და დიალოგზე გზავნილებს ავრცელებს და ამავდროულად ფარულად სახმელეთო ინტერვენციას ამზადებს. ამერიკის შეერთებული შტატები 15 პუნქტიანი სიით ადგენს თავის სურვილებს და ცდილობს მიაღწიოს იმას, რასაც ომში ვერ მიაღწია. მათ არიციან, რომ ჩვენი მებრძოლები ელოდებიან ამერიკული ჯარების შემოჭრას, რათა გაანადგურონ ისინი და სამუდამოდ დასაჯონ მათი რეგიონული მოკავშირეები. ჩვენი დარტყმები გრძელდება, ჩვენი რაკეტები მზადყოფნაში რჩება, ჩვენი გადაწყვეტილება და რწმენა კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ კარგად ვიცნობთ მტრის სიზუსტეებს და მკაფიოდ ვხედავთ შიშისა და პანიკის ნიშნებს მათ რიგებში. ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციისკენ მიმართული მოლაპარაკებები დაიწყო. პაკისტანში მიმდინარე კონსულტაციებში საუდის არაბეთის, ეგვიპტის, პაკისტანისა და თურქეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობენ. მოლაპარაკებები 2 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც დისკუსიებში მონაწილეები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ პაკისტანი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დასრულებისთვის მოლაპარაკების ადგილად განიხილება. ღმერთი არ იღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომელთა ხელებიც სისხლიანია, განაცხადა რომის პაპმა ლეონ მე-14-მ საკვირაო ქადაგებისას. ბზობის დღესასწაულზე წმინდა პეტრეს მოედერზე შეკრებილი 10,000-ობით ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ისიც აღნიშნა, რომ იესოს გამოყენება ნებისმიერი ომის გასამართლებლად დაუშვებელია. პონტიფიკოსმა ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს საშინელი უწოდა.
მაცხოვარი არ იარაღდებოდა, არც თავს იცავდა და არც ომში იბრძოდა. მან გამოავლინა ღვთის კეთილი სახე, რომელიც ძალადობას ყოველთვის უარყოფს. თავის გადარჩენის ნაცვლად ნებადართო ჯვარზე გაეგრათ. ძმებოდა დებო, ეს არის ჩვენი ღმერთი, იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს და რომელსაც ომის გასამართლებლად ვერავინ გამოიყენებს. ის არ შეისმენს ომის მწარმოებელთა ლოცვებს. ის უარყოფს მათ და ეუბნება, რაც უნდა ბევრი ილოცოთ, მე არ მოგისმენთ, რამე თუ თქვენი ხელები სისხლშია გასრული. სლოვაკეთის პრემიერი უკრაინისგან ნავთობსადენ დრუჟბას ბლოკირების მოხსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ბრატისლავა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტს მხარს არ დაუჭერს. როგორც რობერტ ფიცუ აღნიშნავს, ვილსადენის აღდგენა არა მხოლოდ სლოვაკეთის ან უნგრეთის, არამედ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ინტერესშიცაა. თუ ევროკომისია უკრაინას სლოვაკეთზე მაღლა დააყენებს, მას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტზე ჩვენი მხარდაჭერის დავიწყება მოუწევს. სლოვაკეთი არც აუცილებელი მოთხოვნების შეუსრულებლობით უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას შეუწყობს ხელს. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში დედამიწის საათი აღნიშნეს. სხვადასხვა ქალაქში ელექტროენერგია 1 საათით გათიშეს. 3 მილიონობით ადამიანი გარემოს დაცვის სიმბოლურ აქტს უერთდება, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ინიციატივას საფუძველი 2007 წელს სიდნეიში ჩაეყარა. გარემოს დაცვით გლობალურ კამპანიას შეუერთდა საქართველოს გუშინ საღამოს 9:30-დან 10:30-მდე ჩაქრა ანძის განათება, მშვიდობის ხიდი. განათებები რიყეზე. აქცია შეუერთდა მთავრობის ადმინისტრაციაც, პრეზიდენტის რეზიდენციას, საგარეო, შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ასევე ყველა სახელმწიფო უწყება. დედამიწის საათს შეუერთდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია. დაუთმე 1 საათი დედამიწას. ეს წლევანდელი კამპანიის გზავნილია. ქრონიკა კი ამ ინფორმაციით დასრულებულია. ნახვამდის.